დავიწყო? მოგესალმებით, კოტე კანდელაკი სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ამავე დროს ინფრასტრუქტურის და რეგიონული სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა პრესკონფერენცია ეხება მუნიციპალიტეტის ოპტიმიზაციის თემას, როგორც მოგეხსენებათ, თვითმმართველობის კოდექსით, რომელიც პარლამენტმა ამ ერთი თვის წინ მიიღო, სიახლე არის ის, რომ გამოიყო 7 თვითმმართველი ქალაქი და ამ გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო ამ ტერიტორიის ოპტიმიზაცია, ანუ ახალი მუნიციპალური თემების ჩამოყალიბება. ამისათვის კანონმა სამთავრობო კომისიას, რომელიც სპეციალურად ამ მიზნისთვის არის შექმნილი, დაავალა, რომ შეემუშავებინა გარკვეული კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების საფუძველზე წარედგინა საქართველოს მთავრობისათვის მათი ხედვა, თუ რამდენი მუნიციპალური თემი უნდა ჩამოყალიბებულიყო აღნიშნულ ტერიტორიებზე. სამწუხაროდ 2014 წლის 13 მარტს სამთავრობო კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება იმის თაობაზე, რომ მან იმსჯელა და ფაქტიურად სიახლემ არაფერი არ წარუდგინა საზოგადოებას და განაცხადა, რომ გამოყოფილ ქალაქებთან ერთად შეიქმნებოდა დარჩენილ ტერიტორიაზე ერთი თვითმმართველი ერთეული, ანუ თქვათ თუ ქალაქი ოზურგეთი ცალკე იქნებოდა, ჩამოყალიბდებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დარჩენილი სოფლებისაგან. ანუ ეს კანონს პირდაპირ არანაირად არ ეთანხმებოდა, იმიტომ რომ პირდაპირ იყო საუბარი იმაზე, რომ გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე ახალი თვითმმართველი ერთეულები უნდა შექმნილიყო და არა მექანიკურად, მაშინ ეს ჩანაწერი კანონში ზედმეტი იქნებოდა და პირდაპირ კანონი იყო და რომ დარჩენილ ტერიტორიაზე იქნებოდა ახალი მუნიციპალიტეტები. მაგრამ ამავე დროს შანსი დატოვა სამთავრობო კომისიამ, რომ გაეზიარებინა და განეხილა ალტერნატიული წინადადებები, რომელიც საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იქნებოდა წარდგენილი. ამ მიზნით მან დაგეგმა რეგიონებში საჯარო შეხვედრები თითქმის ყველა სოფელში. ეს შეხვედრები უნდა დაწყებულიყო 18 მარტიდან და გაგრძელებულიყო თვის ბოლომდე, სადაც მოსახლეობასთან კონსულტაციების გზით ან წინადადების განხილვით მიღებული იქნებოდა საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტს წარედგინებოდა. თქვენ იცით, რომ არჩევნებამდე ძალზე მცირე დრო არის დარჩენილი და ეს გადაწყვეტილება პარლამენტს აპრილის პირველ რიცხვებში უნდა მიეღო, რათა მოესწროს ის პროცედურები, რომლებიც არჩევნების ჩატარებას სჭირდება. და ჩვენ 17 მარტს ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვედრა სამთავრობო კომისიასთან, პარლამენტის მაჟორიტარ წევრებთან, სადაც იქნა განხილული ჩვენი წინადადებები და მივიღეთ, ასე ვთქვათ, მზაობა სამთავრობო კომისიისგან, რომ მათთან ერთად ჩვენც ჩავერთვებოდით ამ საჯარო განხილვებში. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო კომისიამ 18 მარტიდან დაგეგმილი შეხვედრები გარკვეული ვადით გადადო. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ადგილობრივი ეს თვითმმართველობის არჩევნებზე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩებათ, ჩვენ გვიჩნდება ეჭვი, რომ სამთავრობო კომისია პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს და არ სურს ალტერნატიული ხედვების მოსმენა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ სამთავრობო კომისიას, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას და ანუ ასევე იმ 7 მუნიციპალიტეტის საკრებულოებს, რომ არ მიიღონ გადაწყვეტილება ალტერნატიული წინადადების განხილვისა და საჯარო დისკუსიების გარეშე. ასევე მოვითხოვთ რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ სასწრაფოდ განაახლოს მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც განხილული იქნება ჩვენს მიერ წარდგენილი ალტერნატიული წინადადებებიც და მივმართავთ საქართველოს მთავრობად. მხოლოდ მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებული გადაწყვეტილება წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. ეს არის ჩვენი მოთხოვნები, რომ განახდეს აუცილებლად რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში ეს შეხვედრები. ჩვენ ასევე დავიწყეთ უკვე დამოუკიდებლად მსგავსი შეხვედრების განხორციელებას სამთავრობო კომისიის გარეშე. ვხვდებით მუნიციპალიტეტების მოსახლეობას, წარუდგეთ ჩვენს ალტერნატიულ ხედვას და ხალბატონი ლიზი ეს ხედვა გულისხმობს აი ამ 7 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
რამოდენიმე მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბებას, ხა გითხრათ კონკრეტულად, ანუ ეს არ არის ბატონო? მოიყვათ თელავის მაგალითზე მოგახსენებთ, ანუ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა მიდგომა არის, განსხვავებული ხედვებია. კონკრეტულად მიმართვები, ხო? მივმართავთ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას და თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთის და ახალციხის მუნიციპალიტეტების საკრებულოს არ მიიღონ გადაწყვეტილება ალტერნატიული წინადადების განხილვისა და საჯარო დისკუსიების გარეშე. მოვითხოვთ რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ სასწრაფოდ განაახლოს მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც განხილული იქნება ჩვენს მიერ წარდგენილი ალტერნატიული წინადადებებიც. მივმართავთ საქართველოს მთავრობას მხოლოდ მუნიციპალიტეტების მოსახლეობასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებული გადაწყვეტილება წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. ხელს ვაწერთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს მრჩეველთა საბჭოს. მოგესალმებით, დიდი მადლობა ინტერესისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა ინტერესისთვის. საქმე ეხება კომისიის მიერ შეთავაზებულ მოდელს, რაც ითვალისწინებს კონკრეტულად თელავის მუნიციპალიტეტისთვის გეტყვით. თუ დეცენტრალიზაცია ორიენტირებულია განვითარებაზე, შესაბამისად ექსპერტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს, რომ თვითმმართველი ქალაქის გამოყოფის შემდეგ, მაგალითად თელავში, სადაც რჩება 30 სოფელი, იმისთვის, რომ ამ სოფელში განვითარებას ხელი შეეწყოს და მართვა იყოს უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე, მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს 3 მუნიციპალური თემი. ზონების მიხედვით, რომელიც აბსოლუტურად გეოგრაფიულად ძალიან კარგად გეოგრაფიულ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და ეს არის წინანდლის, ნაფარეულის და იყალთოს ზონა. ეს ხელს შეუწყობს განვითარებას, ეს ხელს შეუწყობს ადამიანებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამონაწილეობას. აზრი, რომ ერთი მუნიციპალური თემი იყოს და მისი ადმინისტრაციული ცენტრი იყოს თელავში, ეს არანაირად არ შეუწყობს ხელს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დღესაც თელავში არის ადმინისტრაციული ცენტრი და ნებისმიერ სოფელში რო გახვიდეთ, იქ რთულად რომ გითხრათ, ვინ არის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი და ზოგადად რას აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობა. შესაბამისად, ევროპის ქარტიის მიხედვით, ყველა იმ ცივილიზებული ქვეყნის გამოცდილების შესაბამისად მნიშვნელოვანია ხელისუფლება დავუახლოვოთ ხალხს და მივცეთ ხალხს საშუალება განავითარონ თავიანთი სოფელი და თავიანთი თემი. ჩვენ ჩავატარეთ შეხვედრები, პირადად მე ვესწრებოდი თელავის სოფლებში განხილვებს და მინდა გითხრათ, რომ ამაყივარ იმითი, რომ მოსახლეობა ძალიან საღად აზროვნებს და მოსახლეობა მზად არის იმისთვის, რომ თავის თემზე და სოფლებზე იზრუნოს. არ ყოფილა არანაირი წინააღმდეგობა იმაზე, რომ მოხდებოდა აი ამ ტერიტორიების დაყოფა და პირიქით მხარდაჭერაა და ჩვენ მათივე სურვილი იყო, რომ ეს მხარდაჭერა მათ ხელმოწერებით დაეფიქსირებიათ. ვიყავით სოფელ ნაფარეულში, რუისპირში, ყარაჯალაში, კისისხევში, წინანდალში. ყველგან არის მზაობა, ყველგან არის სურვილი თანამშრომლობის, ყველგან არის სურვილი კონსულტაციის და საბოლოო გადაწყვეტილება სანამ მიღებულ იქნება და წარედგინება პარლამენტს, მანამდე მნიშვნელოვანია ამ ადამიანებს მოусმინოთ მათ ხედვას და მათი მოსაზრებებით მოხდეს გარკვეული გადაწყვეტილების მიღება. დიახ. მათი ვერსიით თელავი გამოდის, სიტყვაზე თელავი რჩება თვითმმართველი ქალაქი და დარჩენილი 30 სოფელი ერთიანდება ერთ თემში და მისი ადმინისტრაციული ცენტრი იქნება თელავში.
ჩვენი ხედვით ეს არის სამ ზონად დაყოფა, ეს არის შესაძლებლობა იმ ეკონომიკური აქტივობის და თქვენ თუ გაეცნობით კვლევებს, დეცენტრალიზაციას ზუსტადაც ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. ადმინისტრაციული ცენტრების გაჩენა, ადამიანების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი ზრუნვა. ჩვენ თუ ეს პროცესი არ დავიწყეთ, ჩვენი სოფელი ვერ განვითარდება. დღეს რომ ჩახვიდეთ, თქვენ დღეს ნახავთ, რა მდგომარეობაა. ბიუჯეტების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების 85% ადმინისტრაციულ ცენტრში იხარჯება. სოფლებს მხოლოდ 15% რჩებათ. ისიც გადაწყვეტილების მიღებისას მათი ხმა არასდროს არ ფიქსირდება. ბიუჯეტის განხილვები მუდამ ადმინისტრაციულ ცენტრში იმართება და სოფლებში ის არ ჩატარებულა. შესაბამისად, ჩვენი სურვილია განვითარება, ჩვენი სურვილია მივცეთ სოფელს შესაძლებლობა. ჩვენ თუ ეს არ დავიწყეთ, ჩვენ გაგვიჩნდა იმედი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის გამოცხადებით, რომ ხელისუფლებას მართლა სურს განვითარება. შესაბამისად, მივმართავთ, მოვითხოვთ განხილვებს, მოვითხოვთ საშუალებას, რომ მივცეთ ეს განვითარება და ხელიდან არ გაუშვათ ის შანსი, რა შანსიც დღეს გვაქვს. კანონში არის ცვლილება, 7 ქალაქი გამოდის და ხდება თვითმმართველი ქალაქი, მაგრამ საუბარია დარჩენილ სოფლებზე. სოფლებში როგორი ტერიტორიულ ადმინისტრაციული დაყოფა იქნება. მოკლედ რომ ავიცნათ მოკლედ რომ აგისგან კანონმა გამოყო 7 ახალი თვითმმართველი ქალაქი, ეს ქალაქები ცნობილია და დარჩენილ ტერიტორიაზე სამთავრობო კომისიას დაავალა ოპტიმიზაცია მოეხდინა ანუ ახალი მუნიციპალური თემები ოპტიმიზაციის მიმართულებით ჩამოეყალიბებინა. ანუ რას ნიშნავს ეს? რაც სამთავრობო კომისიამ ჩვენ შემოგთავაზა, რომ დარჩენილი ტერიტორიებიდან ერთი თემი ჩამოყალიბებული იყო, ერთი მუნიციპალიტეტი. ამას ეს ჩანაწერი არ საჭიროებდა. პირდაპირ ჩაწერდა კანონმდებელი მაშინ, რომ გამოიყო ქალაქი ცალკე და რაც დარჩა, იმისგან შეიქმნებოდა ახალი თვითმმართველი ერთეული. რადგანაც გარდამავალ დებულებებში კანონმდებელმა ჩაწერა, რომ სამთავრობო კომისია უნდა შეიქმნას, მან უნდა იმსჯელოს, ხო? ეს თავისთავად გულისხმობდა ამ ტერიტორიაზე რამდენი თემი როგორ და ასე შემდეგ ჩამოყალიბდებოდა კრიტერიუმები შემუშავებინა და ასე შემდეგ. ამის მაგვირად სამთავრობო კომისია წავიდა მარტივი გზით, აიღო თქვა, რომ ქალაქი ხო კანონმა ისედაც ცალკე გამოყო და ჩვენ გვთავაზობთ დარჩენილ ტერიტორიაზე ახალი მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბებას და მორჩა. არავით არის შეიძლება ამის გარდა სამთავრობო კომისიაში მე მგონი არ ყოფილა, არ ვიცი, ჩვენ არა ვართ. რა თქმა უნდა, კანონმა დაუკვეთა სამთავრობო კომისიას პირდაპირ. ანუ ეს თუ წარუდგინეს ეს ვარიანტი პარლამენტს, ესეთ პარლამენტში ამაზე უნდა იყოს კამათი, რომ მათ სხვა დავალება მიცეს, ანუ კანონმა სხვა დავალება მიცეს და მათ სხვა დავალება მიიტანეს, ხო? ანუ ეს არის სამთავრობო კომისიის ხედვა იყო, მაგრამ აქვე დაამატა, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ამისათვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, მან უნდა დაიწყოს საჯარო განხილვები მოსახლეობას, სოფლის მოსახლეობასთან ადგილებზე გასვლითი შეხვედრების ჩატარება, რომელიც 18 მარტიდან უნდა დაწყებულიყო და დამთავრებული იყო მარტის ბოლოს, მაგრამ სამწუხაროდ გაურკვეველი მიზეზების გამო ეს შეხვედრები მაგალითად გუშინ წინ თელავში უნდა ჩატარებულიყო 6 სოფელში, გუშინ ახალციხეში, დღეს ოზურგეთში და ასე შემდეგ. ანუ გაწერილი გრაფიკი იყო, სადაც ჩვენც უნდა მიგვეღო მონაწილეობა დავკვატიჟეს, რომ ჩვენი ალტერნატიული ხედვაც წარგვედგინა მოსახლეობისთვის, მაგრამ აი გაურკვეველი მიზეზების გამო ეს შეხვედრები გადაიდო და ზუსტად ჩვენი მიმართვაც ამას გულისხმობს, რომ მოუწოდებთ, რომ ეს შეხვედრები რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს და დაიწყოს ამ შეხვედრების ჩატარება, თორე ჩვენ ეჭვგრჩება, რომ სპეციალურად ისედაც თვითმმართველობის კოდექსის გარშემო მსჯელობა ძალიან დიდი დროის განმავლობაში გაიწელა და რაღაც ხელოვნურობის სუნი ასდიოდა ამ ყველაფერს. აი ზუსტად ამაზე იყო საუბარი, რომ ეს გრაფიკი ისე იყო შედგენილი, ანუ და პარლამენტს უნდა დადგენილება უკვე პირველში, ანუ 2 აპრილს უნდა მიიღო, ანუ ყველაფერი იყო მოსწრებადი.
ეხლაც შეიძლება ამ ყველაფრის მოსწრება, თავარი იყოს სურვილი და ამ შეხვედრების შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ამ შეხვედრების ჩატარება, უკვე აი ლიზინგ ახსენა რომ თელავში ჩავატარეთ. დღეს ოზურგეთში ტარდება დიდი შეხვედრა სათემო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან, ამ დღეებში გორში, ზუგდიდში და ასე შემდეგ. მოსწრებით თუ ანუ თავარია იყოს ამის შესახებ კონსენსუსი, რა თქმა უნდა, სასურველია ეს ყველაფერი წლის დასაწყისში უკვე მიღებული ყოფილიყო და ჩამოყალიბებული, მაგრამ იგივე აი ამ არასაპარლამენტო ოპოზიციის და პარტიების კისერზეც არის ამ დროის გაჭიანურება, იმიტომ რომ ძალიან დიდი დისპუტი და კამათი მოყვა თქვენ გახსოვთ თვითმმართველობის კოდექსთან თავიდან ბოლომდე. კი, ჩვენ უკვე ჩვენი ვარიანტი გაგზავნილი გვაქვს, საკრებულოებში შეტანილი გვაქვს ჩვენი ვარიანტი ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, რომ ეს განხილვები უკვე სამთავრობო დონეზეც მოხდეს. და ველოდებით იმედი გვაქვს, ისევ იმედს ვიტოვებთ, რომ ის რაღაც ტექნიკური მიზეზების გამო გადადებული და არა რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო. ამიტომ ვთქვი, რომ შეიძლება ეჭვირო სპეციალურად ჭიანურდება დრო, რომ მე ითქვას, რომ ჩვენ ვერაფერს ვერ ვასწრებთ. ეხლა არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი და მოდი 3 წლით გადავდოთ. ანუ ჩვენ 3 წლით თუ გადავდეთ ეს ყველაფერი, ჩავთვალეთ, რომ ფაქტიურად ის რაც 1 წლის წინ გაჟღერდა თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, ფაქტიურად არ განხორციელდება. ანუ მასთან ერთად სამთავრობო